მოთხოვნა საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებს და პარლამენტარების პოზიცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები და სოციალურ ქსელში გადმოსული პარტიული კონფლიქტები. რატომ იქცა პოლიტიკური განხეთქილების ფაქტორად და თავად როგორ ხედავს მოვლენებს პარტიაში, რომლის მხარდამჭერიცაა. დღეს შეკითხვის დროში ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი. საღამშვიდობისა ეთერშია შეკითხვის დრო, მე ვარ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე. ხსოვნის მარში და ერთდღიანი გლოვა თურქეთში. 38 დაღუპული, აქედან 30 პოლიციის ოფიცერია. ეს ბეშიქტაშის რაიონში ვადაფონ არენა სტადიონის მიმდებარედ 2 აფეთქების შედეგია. მერვე ტერაქტი თურქეთის ტერიტორიაზე 2016 წელს. შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუს ცნობით, თავდასხმის სამიზნე პოლიცია იყო, უკვე დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი. პრეზიდენტი ერდოღანი მიმართვაში ამბობს, რომ ტერაქტის ორგანიზატორების მიზანი რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი იყო. ბეშიქტაშის სტადიონთან მანქანა აფეთქდა, ეს მოხდა მატჩის დასრულების შემდეგ. მეორე აფეთქება მოხდა იქვე ახლოს პარკში, თურქული CNN-ის ცნობით, ვინაიდან სამიზნე სამართალდამცველები იყვნენ, შეიძლება უკავშირდებოდეს ქურთთა რადიკალურ ჯგუფებს. ეს მერვე ტერაქტია წლის განმავლობაში მივყვეთ ბოლოდან. 20 აგვისტო გაზიანტები, აფეთქება ქორწილში და 30 დაღუპული. 29 ივნისი სტამბული, 41 დაღუპული ათათურქის აეროპორტში თავდასხმის შედეგად. 7 ივნისი სტამბული, ავტომობილის აფეთქების შედეგად 7 პოლიციელი დაიღუპა და 4 გამვლელი, მაშინ პასუხისმგებლობა აიღო ქურთთა რადიკალურმა ჯგუფმა. 19 მარტი სტამბული, თვითმკვლელმა სავაჭრო ცენტრში თავი აიფეთქა. 4 მსხვერპლი ჰყავდა ამ აფეთქებას. 13 მარტი ანკარა, 34 ადამიანი დაიღუპა ავტომობილის აფეთქების შედეგად. 17 თებერვალი ანკარა, 29 ადამიანი დაიღუპა სამხედროებით სავსე ავტობუსზე თავდასხმის შედეგად. 12 იანვარი სტამბული, 11 ტურისტი გერმანიიდან დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტამბულის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი. ნომერი +90 551 818 44 00, ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში. ნომერი 294 50 50. სამინისტროს ცნობით, სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან და თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. და ჩვენი გადაცემის კიდევ ერთი თემა დეკრიმინალიზაცია. ეს არის კონკრეტული ქმედებისთვის დანაშაული სტატუსის მოხსნა, რის შემდეგაც აღნიშნული ქმედება აღარ ითვლება სისხლის სამართლის წესის დასჯადად. ნარკოტიკებთან მიმართებაში ეს ძირითადად ეხება მის შეძენას, შენახვასა და მოხმარებას. საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 სექტემბერს ძალადაკარგულად გამოაცხადა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის შინაარსი, რომელიც პირადი მიზნებით მარიხუანას განმეორებითი მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გასული წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება არაკონსტიტუციურია. ამჯერად დავის საგანს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის სახის პატიმრობას ითვალისწინებს. ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელშეფარდებულია ნასამართლები პირის მიმართ. სისხლის სამართლის 273 მუხლიდან პატიმრობის, როგორც შესაძლო სანქციის ამოღება იყო იმ ცვლილების ძირითადი მიზანი, რომელიც პარლამენტს პოლიტიკური ცენტრის გირჩის დეპუტატებმა გასული წლის მაისის ბოლოს შესთავაზეს. თუმცა ეს კანონპროექტი მარტში პირველივე კენჭისყრაზე 47 ხმით ჩავარდა. მის მიღებას 3 დეპუტატის ხმა დააკლდა. დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გუშინ პარლამენტის წინ აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის დაწყებისას თეთრი ხმაურის მოძრაობის მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან იყვნენ შეკრებილები, სიმრავლის გამო ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რამაც რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. პოლიციის ინფორმაცია ასეთია, რომ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს 2 პირი, ისინი გამოუშვეს, თუმცა სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. თეთრი ხმაურის მოძრაობა მოუწოდებს ახალი მოწვევის პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს. დაიწყო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. აქციის მთავარი მოთხოვნა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და სადამსჯელო პოლიტიკის
ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლება. თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით აქციის თარიღი 10 დეკემბერი, ანუ გუშინდელი დღე სიმბოლურია. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს თარიღი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე უნდა იქცეს 10 წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ. და ჩვენ ახლა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ვთავთ, ვინაიდან სწორედ პარლამენტისადმი არსებობს მიმართვა და თუ რამე უნდა გადაიხედოს ამ მიმართულებით, პირველი ეს უნდა გადაიხედოს ბუნებრივია პარლამენტში და ჩვენი პირველი სტუმარია ქართული ოცნებიდან ზაზა ხუციშვილი. ზაზა, საღამოშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. თქვენ როგორ ფიქრობთ? საღამოშვიდობისა, დიანა, მოგესალმებით. მადლობთ. როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში? თქვენ ამ შემთხვევაში თქვენს აზრს გაახმოვანებთ თუ მთელი გუნდის პოზიციას, იმიტომ რომ ვიცით რომ იქ არის სხვადასხვაობა. რა თქმა უნდა, ჩემ აზრს გავახმოვანებ, რაც შეეხება გუნდის პოზიციას, ამაზე ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით და საზოგადოებას ვაცნობებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს რაღაც გარკვეულწილად ღია კარის მტრევას გავს, რადგან ამ მიმართულებით ჩვენ ისედაც გვეგმავთ, რომ უფრო ლიბერალური მიდგომა იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა სახის ნარკოტიკები და მიდგომაც შესაბამისი უნდა იყოს და ასევე უნდა გავმიჯნოთ დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ლეგალიზაცია ეს უკვე ცოტა სხვა საფეხური არის, რომელსაც ძალიან დიდი სიფრთხილე ჭირდება. გასაგები, აქ არის დეკრიმინალიზაციაზე საუბარი ნამდვილად და არა ლეგალიზაციაზე. ცალსახად უჭერ მხარს, რომ ადამიანი, რომელიც ეწევა მარიხუანას, ამის გამო მის მიმართ, ასე ვთქვათ, დაკავების და ციხის ფორმა არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის და რა თქმა უნდა, ვიცი რომ გუნდის უმრავლესობაც აი ამ პოზიციას რა თქმა უნდა იზიარებს. მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რა დონის დემოკრატია არის სხვადასხვა ქვეყანაში, აი ამ მიმართულებით მიდგომები არ არის ერთგვაროვანი, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატში, ისევე ევროპის ქვეყნებში და თქვენც კარგად იცით, ჰოლანდიაში საერთოდ სხვა მიდგომაა, დიდ ბრიტანეთში საკმაოდ სიმკაცრეა ამ მიმართულებით, მაგალითად გერმანიას გეტყვით, სადაც იცით ალბათ როგორი მოწყობა არის და თქვათ ჰამბურგში თუ რიპერბანზე მიწებში არის განსხვავებული. ხო. ამ დროს თქვათ ბავარიაში საერთოდ განსხვავებული მიდგომა არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმისთვის, რომ ადამიანს აქვს რაღაცა გარკვეული დოზა და თვითონ ეწევა მარიხუანას, ამის გამო ის რა თქმა უნდა ციხეში არ უნდა მოხდეს, ეს აბსოლუტურად ცალსახაა. ზაზა, გასაგებია თქვენი პოზიცია. ანუ თქვენ ხართ დეკრიმინალიზაციის მომხრე, ანუ თქვენ რას გულისხმობთ ამაში, რომ არ უნდა იყოს პატიმრობა გამოყენებული, არამედ სხვა ტიპის სასჯელები უნდა იყოს, იმიტომ რომ აქაც არის დიფერენციაცია მიდგომებში, რომ დეკრიმინალიზაცია ყველასთვის არ არის გათავისუფლება პასუხისმგებლობისგან, არამედ მკაცრი სასჯელებს ემხრობა ზოგი, მაგრამ დეკრიმინალიზაციის ფარგლებშიც არის სხვადასხვა ტიპის მიდგომა. თქვენ ემხრობით, რომ არ უნდა იყოს პატიმრობა გამოყენებული და მცირედი გადასახადი უნდა იყოს თუ სოლიდური, თუ აი როგორ, აი საინტერესოა თქვენი პოზიცია. არა, სოლიდურიც არა. მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკულად ისეთივე მიდგომა, როგორიც არის ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად ცალსახაა. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. ეს იქნება სამსახურში, ეს იქნება საჭესთან, ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივ უნდა დაისაჯოს ისეთივე მეთოდით, როგორც ისჯება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ან მანქანის მართვა, ან სამსახურში მისვლა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა სასჯელს, მე არ ამგონია, რომ მაინც და მაინც ჯარიმის გადახდაც რაღაცა ეფექტური ზომა არის. მე ვფიქრობ, რომ აი როგორც სიგარეტის წინააღმდეგ არის კამპანია, საზოგადოებას უნდა კონდეს ასეთი მოთხოვნა, რომ ადამიანებს აუხსნათ, რომ მაინც და მაინც ეს საქმიანობა კარგი არ არის და ცალსახად მნიშვნელოვანი იქნება ძალიან ამ მიმართულებით სამედიცინო საზოგადოების მოსაზრება, რადგან მე მოგეხსენებათ ახლა თბილისში ახალგაზრდობაში ძალიან ბევრი იყო ამის მომხმარებელი, მე ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარული ადამიანი ვარ, სიგარეტსაც არ ვეწევი, მაგრამ ჩემ თვალწინ ვხედავდი, ვინც ბოროტად იყენებდა, როგორ რაღაც პირდაპირ გითხრათ, ცოტა მე რაღაც სხვა მიმართულებით არ მინდა ახლა რაღაცა შეურაცხყოფა თქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში უშლიდა ამ ადამიანებს სწორად აზროვნებაში ეს ხელს და არ არის ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი და არ არის ეს კარგი რამ. ამიტომ ამ მიმართულებით რა თქმა უნდა კამპანია უნდა იყოს. ალკოჰოლიც უშლის ხოლმე და გასაგებია.
ზაზა, რა თქმა უნდა, ჭარბი მოხმარება ყველაფრის არის ცუდი, ალკოჰოლისაც მათ შორის. მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ მათ აქვთ ასეთი არგუმენტი, რასაც მეც ვეთანხმები, რომ ხშირ შემთხვევაში ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ბევრად უფრო მავნე არის და უფრო აგრესიულს ხდის ადამიანს. ამიტომ ესეც რა თქმა უნდა ცალსახაა. ზაზა, თქვენ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრე ხართ, მოკლედ და დეკრიმინალიზაციის, რასაც ითხოვდნენ გუშინ აქციაზე შეკრებილი ადამიანები. თქვენს გუნდში ვახსენე არ არის ერთგვაროვნება. მე რამდენიმე ციტატას მოვიყვანე ხა და თქვენ როგორ ფიქრობთ ასეთი პოზიციათა მრავალფეროვნების პირობებში, როგორ შეიძლება შეჯერდეთ ერთ ვერსიაზე. მაგალითად, ზვია ძიძიგური პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თქვენი გუნდის უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ დეკრიმინალიზაცია 90-იან წლებში დაგვაბრუნებს. ასევე კობან არჩემაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს მხოლოდ ნარკოტიკების მხოლოდ მომხმარებელი, ის ხშირ შემთხვევაში გამსაღებელია. ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ არ ვუჭერთ მხარს მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, რომ ჩვენ გვაქვს კონსერვატიული მიდგომა, რომ არ შევუწყოთ ხელი ამ მავნე ჩვევას და თამარ ჩუგოშვილის პოზიცია ვნახე, რომ პარტიის ოფიციალური პოზიცია, რომ მოხდეს პოლიტიკის ლიბერალიზაცია და ლიბერალიზაცია არ გულისხმობს დეკრიმინალიზაციას, თუმცა შეიძლება მოიცავდეს. აი ამ პოზიციათა მრავალფეროვნებაში თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რაზე შეიძლება შეჯერდეს უმრავლესობა? რომ უმრავლესობაა მთავარი ამ დემოკრატიული პროცესი სწორედ ეს არის დიანა, რომ გუნდში არის ასთა სხვადასხვაობა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მაგ რჩევი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისეთივე კამპანია, როგორც სიგარეტის საწინააღმდეგოდ არის და იგეგმება ის, რომ დავეწიოთ ჩვენ მეზობელ ქვეყნებს და ძალიან ბევრ დაწესებულებებში პრაქტიკულად ვფიქრობ, რომ ყველგან საჭიროა უნდა აიგრძალოს მოწევა და უნდა იყოს სპეციალური ადგილები, რადგან მოგეხსენებათ, რომ მეორადი მწეველი, ესე იგი ყვამლის შემსუნთქველი, ბევრად უფრო დიდი რისკის ქვეშ არის. აღარაფერს ვამბობ, რომ იცით ალბათ, რომ პირდაპირ ძალიან დიდი ჯარიმები არის, როცა დახურულ ავტომობილში ბავშვებისთან დასწრებით ეწევა ვინმე და ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა იყოს, მე ცალსახად ის რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის რაღაცა აბსოლუტურად მისაღები, ეს პოზიცია არ მაქვს და ჩემი მიდგომაც იცით, როგორც გითხარით, მაგრამ ამის გულისთვის ადამიანის მკაცრად დასჯა არ მიმაჩნია სწორად. ზაზა, რა იცით, რომ თქვენს გუნდში უმცირესობაში არ იქნებით? ეს ადამიანები დაბრუნდნენ ანუ რა იცით, რომ უმრავლესობის უმცირესობაში არ იქნებით? პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაც იყო სხვათა შორის, რომ გადავხედავთ აუცილებლად და გვაქვს რაღაც კონსულტაციები და კომუნიკაციები ამ ჯგუფებთანო. ასეთი განცხადება გააკეთა მან გუშინ. დიახ, მე ვფიქრობ, რომ საერთო ენას ვიპოვით, რადგან საერთო განწყობა ვფიქრობ ისეთია, რომ მიდგომა უფრო ლიბერალური უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. ეს აბსოლუტურად ცალსახაა და ვფიქრობ ამ მიმართულებით საერთო გადაწყვეტილებამდე ნამდვილად მივალთ არ გაგვიჭირდება, ალბათ ყველას აზრი იქნება გათვალისწინებული და კიდევ ერთი რამ მინდა დიანა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში აი დემოკრატიული პროცესი ადამიანებს ესმით თითქოს რაღაცა კონკრეტული ჯგუფის იდეა თუ გავა, მაშინ არის პროცესი დემოკრატიული და წინააღმდეგ შემთხვევაში არა. ძალიან საინტერესოა ქართული საზოგადოების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ლეგალიზაციას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, უდიდესი პროცენტი ალბათ სადღაც 95-96. ლეგალიზაციაზე ხომ ისინიც არ საუბრობენ, ვინც აქციებს მართავენ, ზაზა? არა, ეხა აქცია არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი, აპირებენ, ესე იგი, კულტივაციის დაშვებაც უნდა და ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი გირჩი აპირებს ამის სახალხოდ დარგვას და იცით რა, ეს ულტიმატუმების ენით საუბარი არ არის სწორი, იმიტომ რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური გუნდი მართველი მოწადინებული არის იმისათვის, რომ საერთო გადაწყვეტილება ნანახი იყოს და მოძებნილი იყოს. მაგრამ ცალსახად უარყოფითი შეხედულება მექნება სხვა სახის ნარკომანებზე, განსაკუთრებით ეს ეხება ინიექციის სახით, იმიტომ რომ პრაქტიკულად ჩვენი C-ჰეპატიტის ესეთი ვიწოდი რომ მსოფლიოში განსაკუთრებული პროგრამა, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს და უკვე გადაარჩინა, ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დადგება და ამ მიმართულებით ბრძოლა ნამდვილად ამ მძიმე ნარკოტიკს გულისხმობ უნდა იყოს ცალსახად ძალიან მკაცრი და ამ შემთხვევაშიც ეხა მოხმარებულის ციხეში ჩასმა არ ვიცი, მაგრამ იქაც რაღაცა ესეთი
მიდგომა საკმაოდ მკაცრი უნდა იყოს. ჩემი გუნდის წევრები, როდესაც ახსენეთ, მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ აი მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლები, იქიდან გამომდინარე, რომ მათთვის ეს როგორც წესი ძნელი მოსაპოვებელი არის და საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მეც ვადასტურებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი მომხმარებელთან ერთად არიან გამსაღებლები, რადგან აი რაღაცა ბიზნესის ჩატარების შემდეგ თავისი წილი წამლის რაღაცნაირად ფული დარჩეთ და როგორც წესი ძალიან ბევრ სხვა დანაშაულს ეს სტიმულირებს და ჩადიან კიდეც ესეთი ადამიანები სხვა დანაშაულს, მაგრამ ამ შემთხვევაში მარიხუანას ეს ნაკლებად მხოლოდ ასეთი რეპრესიული ეს თქვათ დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შეცვლა ან დეკრიმინალიზაცია ან ეს დიდი სასჯელების შემსუბუქება იქნება თუ არა გამოსავალი თქვენ რაღაც კონტექსტში თუ უყურებს თქვენი გუნდი ამ პრობლემას ქვეყანაში, იმიტომ რომ დღეს კანონი მომხმარებელს მხოლოდ დასჯის ობიექტად განიხილავს. იქნება თუ არა ზოგადად მიდგომა შეცვლილი შესაბამისი თქვათ სარეაბილიტაციო ცენტრებით და ასე შემდეგ. ანუ ეს ალბათ ნაწილია მხოლოდ ამ დიდი პრობლემის. როგორი იქნება თქვენი გუნდის დამოკიდებულება ამ შემთხვევაშიც ალბათ პერსონალურად უნდა ისაუბროთ, იმიტომ რომ როგორც ხვდები, ჯერ შეჯერებულ პოზიციაზე არ არის საუბარი. დიანა, სწორედ როდესაც ვახსენებთ სიგარეტის საწინააღმდეგო კამპანია, რა თქმა უნდა, ინფორმაციული, ასე ვთქვათ, მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი დაბრუნება და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ ადამიანებს გაუგვიძოთ ცხოვრების სიცოცხლის წყურვილი, სიცოცხლის სიყვარული და პრაქტიკულად ისინი თავის გარშემო რაც ხდება, თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ ეს არის ჩიხი, რომელიც მათ უნგრევს ჯანმრთელობას, ყოველდღიურად აშორებს სამეგობრო წრეს, პრობლემებს უქმნის ოჯახში და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ძალიან კარგი შეკითხვა იყო და დიდი მადლობა. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აი ამ სცენით არიან, ვთქვათ, მოწამლული და ხშირ შემთხვევაში უნდა დახმარება ჭირდებათ, აუცილებლად სახელმწიფოს მხრიდან ეს ხელი უნდა იყოს გაწვდილი, დახმარების ხელი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აი ამ მავნე-ჩვევებზე ავაღებინოთ ხელი და დავაბრუნოთ საზოგადოებაში, რომ გახდნენ სრულფასოვანი წევრები. ამას დაჭირდება დრო, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ზურგის შექცევა, ამ დროს პირიქით დაბრუნება, ხელის შეწყობა და იმის მოხერხება როგორმე რომ საზოგადოებამ ეს ადამიანები მიიღოს, ჩაებნენ შრომაში, ჩაებნენ საქმიანობაში და ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. დიდი მადლობა ზაზა ხუციშვილს, ქართული ოცნების წარმომადგენელს, რომელიც გვერდთვებოდა გადაცემაში. ახლა გიორგი ტუღუში, ნაციონალური მოძრაობიდან იქნება ჩვენი შემდეგი სტუმარი. ბატონ გიორგი, რამდენად გაქვთ იმედი, რომ ბატონი ხუციშვილის პოზიცია იქნება უმრავლესობაში მაინც გაზიარებული და თქვენ რა ფორმით ჩაერთვებოდით ნაციონალური მოძრაობის პოზიცია როგორია, მოკლედ არის საუბარი უმრავლესობის მხრიდან, რომ ისინი აპირებენ რაღაცის შეცვლას ამ მიმართულებით. დიანა, პირველ რიგში მოგესალმები, მადლობა მოწვევისთვის. ამ თემაზე საუბარი მიდის საკმაოდ დიდი ხანია, ჯერ კიდე არჩევნებამდე იცით, რომ საკმაოდ დიდი კამპანია იყო წამოწყებული ამ მიმართულებით. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამაც, თქვათ, ჩახედავთ, ნახავთ, რომ ერთ-ერთი დაპირება, რომელიც შიგნით იყო სწორედ ლიბერალიზება ნარკოპოლიტიკის და ასევე მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზება. ანუ ჩვენ ამას რა თქმა უნდა მხარს უჭერთ, თუმცა მე დღეს მოვისმინებ, თქვათ, რამდენიმე საინტერესო მოსაზრება ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, თუ რა ეფექტი შეიძლება ქონდეს კრიმინალიზებას, რა ეფექტი შეიძლება მოიტანოს დეკრიმინალიზებამ. ამაზე არსებობს მსოფლიო გამოცდილება და მე თქვენს წინა რესპონდენტს დავეთანხმები იმაში, რომ მიდგომა არაერთგვაროვანია, თუმცა არსებობს კარგი პრაქტიკა და არსებობს აი როგორი უნდა იყოს კარგი პრაქტიკა, მოვისმენდი თქვენთან ერთად, მაყურებელთან ერთად სიამოვნებით. აი როგორი უნდა იყოს ისე, აი მაქსიმალურად
თან ლიბერალურიც თან აი ლეგალიზებაში ურევენ და რომ იყოს ეს გამიჯნული ერთმანეთთან. რეალურად ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს აწარმოებს ხელისუფლება, არის ნაბიჯი წარსულში და არ არის არანაირი პოზიტიური შედეგის მომტანი. კარგი იქნებოდა ვთქვათ იგივე ქართულ ოცნებას ასეთ პრინციპულობა ბევრ სხვა საკითხზე გამოეჩინა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მათ ესმით, რომ ეს პრობლემა არსებობს, თუმცა გარკვეულწილად არიან გაჯიუტებულები და არ უნდათ უკან დახევა. ჩვენ ასე ეს მემკვიდრეობაა ახლა ეს ნარკოპოლიტიკა ეს ნარკოპოლიტიკა დიან არ დამკვიდრებულა არც წინა ხელისუფლების და არც ამ ხელისუფლების დროს, ეს მოდის ჯერ კიდე შევარდნაძის პერიოდიდან, ეს არის ძალიან დიდწილად საბჭოთა მემკვიდრეობა, იგივე თუ გადახედავთ რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის შუა აზიას, იქ ეს პრობლემა დგას საკმაოდ მძაფრად, თუმცა განსხვავება ის არის, რომ ვთქვათ, ადრე ეს იყო არაპირდაპირ შემოსავალი სამართალდამცავი ორგანოებისთვის უკანონო, ანუ წყარო ნარკომომხმარებლები. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ნადირობაა გამოცხადებული მომხმარებლებზე, მათ აკავებენ, მერე იძულებით გადაყავთ და ამოწმებენ ნარკოტესტზე, რომელიც ეს კოლოსალური თანხები უჯდება ბიუჯეტს, როგორც ჩავხედეთ. ეხლა მოდით შევხედოთ ამ საკითხს სხვა კუთხიდან. თუ საუბრობთ პოზიტიურ გამოცდილებაზე, არის ერთ-ერთი ქვეყანა, ჩვენი მსგავსი გარკვეულწილად ზომითაც და მოცემულობით პორტუგალია, სადაც 10 წელიწადზე მეტია მოხდა დეკრიმინალიზება არა მარტო მსუბუქი, არამედ სხვა უფრო სერიოზული ნარკოტიკების, თუმცა კვლევები რასაც აჩვენებს, იკლო მოხმარებამაც და დიდწილად გაუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნარკომომხმარებლების. ანუ ქვეყანა ნამდვილად ამით არ ჩამოქცეულა და არ ჩამფრჩვალა ნარკოტიკებში. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელსაც ძალიან ხშირად იხსენებენ, თუმცა არის ბევრი სხვა მაგალითიც, რომელიც შეიძლება მოვიაზროთ როგორც პოზიტიური. იმ ქვეყნებში, სადაც მკაცრი ნარკოპოლიტიკა, ამავდროულად საკმაოდ წარმატებული პოლიტიკა აქვს პრევენციის და ასევე რეაბილიტაციის და ზოგადად მკურნალობის კუთხით. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ჩვენ კაცრიც გვაქვს და რეაბილიტაციაც არა გვაქვს. არა, რეალურად, ფაქტიურად ეს სისტემა არის ისევე დამყარებული წარსულის გამოცდილებაზე, არაფერს პოზიტიურს არ იძლევა. აქ საუბრობენ, კი ბატონო, იაპონია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა და უმკაცრესი პოლიტიკაა, თუ არ ვცდები 68 სახეობა აკრძალული საერთოდ, არა მარტო მოხმარება, ასევე მცირე რაოდენობას თუ აღმოგიჩინეს, ძალიან მძიმე სასჯელები, მაგრამ საერთოდ იაპონიაში ძალიან დაბალია მოხმარება ნარკოტიკების და ამას უკავშირებენ ზოგადად კულტურას ამ სახელმწიფოში და მთლიანად იმას, რომ საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარება არის ძალიან ნეგატიურად აღქმული და საკმაოდ დაბალია მოხმარება, მაგრამ ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ არის ბევრი სხვა ქვეყნები, სადაც წავიდნენ აბსოლუტურად სხვა გზით. ეხლა ჩვენ შეიძლება ჩამოვთვალოთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, თუმცა მსუბუქი ნარკოტიკები ბევრ მათგანშია დეკრიმინალიზებული. დღეს ჩვენ რა სიტუაცია გვაქვს? საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ამისთვის ადამიანს ციხეში არ უნდა სვამდე, მაგრამ რეალურად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი მაინც ეძლევა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში. ანუ საინტერესოა სხვათა შორის, გიორგი, როგორ არის ეს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა ამ ნორმის მოქმედება, მაგრამ ის ნორმა მაინც მოქმედებს. რეალურად ადამიანს ვერ გაუშვებს საჯელახსულების დაწესებულებაში, მაგრამ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში შეგიძლია პირი მიცე და გამოიყენო ამ შემთხვევაში ალტერნატიული სანქციები, რაც ხდება რეალურად. თუმცა მოდ პირდაპირ თქვათ, რომ გარკვეული ლიბერალიზება შეიმჩნეოდა გასულ წლებში, როდესაც თქვათ პირველადად მოიხმარდა ნარკოტიკს, იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმა, მერე ხდებოდა ამის უკვე გადასვლა სისხლის ნაწილში, თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მოვიდა ის დრო საქართველოში, რომ ნელ-ნელა გადავდგათ ნაბიჯი, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება იყოს სრულიად დეკრიმინალიზებული. რეალურად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენ გიორგი, საინტერესოა თქვენი პოზიცია. სრულიად ეს რას ნიშნავს, რომ არც ეს თქვათ სახდელიც არ იყოს, არაფერი გადასახდელი. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არა სისხლის სამართლის იმიტომ რომ მე წავიკითხე ზაზასთან თამარ ჩუგოშვილის ფრაგმენტი, ერთი ამ თემაზე გაკეთებული კომენტარები წავიკითხე მოკლედ ოცნების წევრების და ქალბატონი ჩუგოშვილი ამბობს, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკის ლიბერალიზაცია, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ გულისხმობს დეკრიმინალიზაციას, თუმცა შეიძლება მოიცავდეს. აი ეს თქვენ როგორ გაიგეთ ეს? დეკრიმინალიზაცია არის ძალიან მარტივად გასაგები. ეძლევა თუ არა პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში, ამა თუ იმ ქმედებისთვის. ხო, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგალითად, ისევე მიუბრუნდები პორტუგალიის მაგალითს, თუ დაგაკავებენ და აღმოგაჩნდება ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც თქვათ არ არის იმოდენობაზე მეტი, რაც გჭირდება 10 დღე საკუთარი მოხმარებისთვის, სასამართლოს და პროკურატურას ამასთან შეხება არ აქვს, არის სპეციალური კომისია,
რომელსაც გადაეცემა შენი საქმე და მე უკვე ის მოგხედავს. აქედან გამომდინარე, მარტივად ვიძახი, დეკრიმინალიზაცია ან კეთდება სრულად რაღაცაზე, ან ახლა ნაწილობრივ დეკრიმინალიზაცია კიდე სხვა საკითხია, ხო, შეიძლება იქ შეამსუბუქო პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ. მაგრამ რეალურად კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ არის ქვეყნები, სადაც მოხდა არა მარტო მსუბუქი, ასევე სხვა უფრო მძიმე, სერიოზული ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზება და ამან გამოიღო მკვეთრად პოზიტიური შედეგი. არის ამაზე უამრავი კვლევები, არსებობს გაეროს კვლევები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიდგომა ამ კუთხით და ასე შემდეგ. ამაზე ჯერ კიდე წინა ხელისუფლების დროს საუბრობდით, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, რომ უნდა დაწყებულიყო პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნებოდა რეაბილიტაციაზე, მკურნალობაზე და არა კრიმინალიზებაზე და ადამიანის დასჯაზე. თუმცა ამას რა თქმა უნდა ჭირდება გარკვეული რესურსი და პოლიტიკური ნება. ჩვენ თუ ამ მიმართულებით ვივლით, დამერწმუნეთ, რომ ეს არის სწორი გზა, ეს არის გამართლებული გზა, ეს არის თანამედროვე გზა. გიორგი, მე ძალზეც ვეკითხებოდი, მხოლოდ დეკრიმინალიზაცია არ იქნება ალბათ გამოსავალი და კონტექსტში როგორი უნდა იყოს იქ თქვენ ახსენეთ ასევე სხვა გლობალური პოლიტიკის გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ დეკრიმინალიზებასთან ერთად ადამიანს საშუალება ექნება ზოგადად იმკურნალოს, გაიაროს რეაბილიტაციის კურსი და ზოგადად ქვეყანაში მომხმარებელთა სურვილი დავარდეს, მაგრამ აქ მე უფრო გულისხმობ სერიოზულ ნარკოტიკულ საშუალებებს და არა ვთქვათ იგივე მარიხუანას, რომელზეც ეხა მიდის მსჯელობა. მარიხუანასთან მიდგომა როგორი უნდა იყოს, როგორიც მაგალითად თამბაქოსთან და ალკოჰოლთან? ეხლა თუ ადამიანი ვთქვათ ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ ავტომანქანას მართავს, სამუშაო ადგილას ცხადდება, ცხადია რომ აქ შეიძლება არსებობდეს გარკვეული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და საკმაოდ მკაცრიც რიგ შემთხვევებში, მაგრამ როდესაც ვთქვათ ადამიანი მოიხმარს მარიხუანას და ვთქვათ საკუთარ სახლშია, მე არ ვთვლი რომ ის რაიმე სახის პასუხისმგებაში უნდა ეძლეოდეს, ან თუნდაც ადმინისტრაციული სახთელი ეკისრებოდეს ამას. თავში კითხეთ და ეხა კიდევ დაუბრუნდები ამ კითხვას. ჩვენ ვიცით ნარჩემაშვილის, ძიძიგურის და სხვათა პოზიციები ოცნების შიგნით. თქვენ როგორ ფიქრობთ, პარლამენტში ხართ თქვენც, ისინიც პარლამენტში არიან, უმრავლესობაში აქვს უმრავლესობას ეს მიდგომა, იმიტომ რომ ბატონი ქუცნაშვილიც ამბობს, რომ ჩვენ ცოტა კონსერვატიული მიდგომა გვაქვსო, ვინ ჩვენზე საუბრობს, ანუ მას და კიდევ ვის არ დაუკონკრეტებია, მაგრამ იქნება ამ გუნდში და თქვენ იქნებით თუ არა მათი თანამოაზრეები, ეს იქნება თუ არა კანონპროექტი, რომელსაც შეიძლება სამპარტიული მხარდაჭერა ქონდეს, მაგალითად ჩვენ არ ვიცით პატრიოტების პოზიცია, მათ ვერ მოიცალეს დღეს მოსულიყვნენ ეთერში. მე მოკლებული ვარ ინფორმაციას რა ხდება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, მაგრამ თუ საკითხი შეეხება მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების სრულ დეკრიმინალიზებას, მე ამას რა თქმა უნდა ხმას მივცე. მე შემიძლია პირადად გითხრათ და მე როგორც ვიცი, ჩემი თანაგუნდელები, მათი უმრავლესობა ამ პოზიციას სრულად იზიარებს. რაც შეეხება უმრავლესობას, ვთქვათ, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ საზოგადოებაში ამაზე არ არსებობს კონსენსუსი. ამაზე კონსენსუსი არასდროს არ იქნება, თუ ნაბიჯს არ გადადგავ, ყველა რეფორმა მოიცავს გარკვეულ რისკებს, თუმცა ამ მიმართულებით მე ვფიქრობ, რომ საერთოდ დიდი რისკები არ არსებობს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გასაგებია, რომ სამწუხაროდ ეს ამჟამად უმრავლესობის ხელშია, თუ რა ნაბიჯს გადადგავს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს არის სწორი პოლიტიკა, ჩემი ხედვით, მე მაქვს არაერთი კვლევა ამ კუთხით წაკითხული და პოზიტიური მაგალითები გაცილებით მეტია, ვიდრე უარყოფითი. მოკლედ, ჯობია, რომ ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა კარგი გამოცდილება აიღონ სხვა ქვეყნებიდან, რა შედეგები იქნა მიღწეული, როცა ლიბერალური იყო ნარკოპოლიტიკა და ამით იხემძღვანელოთ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ პორტუგალია, ხო? ამასთან დაკავშირებით და ძალიან მარტივად შეიძლება, რომ ეს ბარიერი გარკვეულწილად საკუთარ თავში გადალახოს უმრავლესობამ და ჩვენ ვიაროთ პროგრესის და მომავლის გზით და არა ჩავბრუნდეთ თქვენ ახსენეთ კობან არჩემაშვილი, გასაგებია ხა, როდესაც იგი იმ უწყებას ხელმძღვანელობდა, რომელიც ბრჭყალებში ებრძოდა, ასე ვთქვათ, ნარკოტიკების გავრცელებას და მოხმარებას და გასაღებას, თქვენ იცით რა მდგომარეობა იყო მაშინ, მაგრამ დრო გადის, ქვეყანამ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა რიგი მიმართულებებით და დროა ნაბიჯები გადაიდგას ამ კუთხითაც. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა ხელისუფლებისთვის ეს მკაცრი ნარკოპოლიტიკა არის რაღაც სიძლიერის ანგარიშწორების და ასე ვთქვათ იარაღია, რომელსაც კონკრეტულად ახლა ვერ გეტყვით, ეს უფრო რაღაცა გაჯიქება და გაჯიუტება ამ მიმართულებით და არგუმენტები, რომელიც მე იგივე ზაზახოთშვილისგან მოვისმინე, ჩემთვის არ იყო არანაირად სარწმუნო. პირდაპირ გავიმეორებ, რომ მათი უმეტესობის გაბათილება შეიძლება ძალიან მარტივად თუ მიდგომა იქნება სწორი ხელისუფლების მხრიდან. თქვენ რომელ განცხადებას ამბობთ ხუციშვილის, როცა საუბრობთ
რომ ინტრავენური მომხმარებელი შეიძლება კარგით, კიდე ერთ რამეს ვიტყვი, ქვეყნებში, რიგ ქვეყნებში, სადაც მოხდა დეკრიმინალიზება, ასევე დაეცა მაგალითად იგივე შიცის გავრცელების მაჩვენებელი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ვთქვათ, დაეცა მოხმარება. ცეჰეპატიძე როცა იყო, ბატონო, დაეცა ისეთი ფატალური შემთხვევების ოდენობაც რიგ ქვეყნებში. ასე რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ, რომ გასაგებია ამ ქვეყნებს, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ბევრ მათგანს აქვს საკმაოდ დიდი ისტორია და გარკვეული ევოლუცია განიცადეს ამ მიმართულებით. ყველგან იყო თითქმის ყველაფერი კრიმინალიზებული. მერე ნელ-ნელა ზოგმა მოასუსტა პოლიტიკა ამ კუთხით, მაგრამ რა თქმა უნდა განავითარეს სარეაბილიტაციო სერვისები, შეუქმნეს ადამიანებს საშუალება, რომ არ მოხვდნენ ისინი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში და სხვანაირად მოხდეს მათზე რეაგირება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ხა ჩვენ არ უნდა ავურიოთ. მე კიდე ერთხელ აქ საუბრობ კიდე გაცილებით უფრო სერიოზულ ნარკოტიკულ საშუალებებზე და არა მარიხუანაზე, რომელსაც მე ცალკე გამოვყოფთი, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ ქვეყანაში ბევრი ადამიანი ამ საშუალებას მოიხმარს. ეხლა მე პირადად არ ვარ ამის მომხმარებელი, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბევრი ადამიანი არის ამით საკმაოდ გუშინ ამბობდა, რომ პარლამენტშიც მთავრობაში ძალიან ბევრნი არიან, ვინც მარიხუანას ეწევიან და ეს რაღაც სირაქლემის არ გამორიცხავ, რა ვიცი, მე სიმართლე გითხრათ, ამით დაინტერესებული არასდროს არ ყოფილი ვარ, მაგრამ ის ვინც ამას აკეთებს და არანაირ საშიშროებას არ უქმნის საზოგადოებას სიტყვაზე, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სხვა არის, როდესაც ნარკოტიკის გავლენის ქვეშ ხარ და მართავ ავტომანქანას ან სადღაც თქვათ სამსახურში გამოცხადდები და საპასუხისმგებლო ადგილზე ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხარ, ეგ აბსოლუტურად უკვე სხვა განზომილება, ამას უყურადღებოდ სახელმწიფო ვერ დატოვებს, მაგრამ ადამიანები, რომელიც თავის პირად სივრცეში საკუთარი თავისთვის მოიხმარენ მსუბუქ ნარკოტიკებს, თქვათ, იმათ უნდა ჩვენ დავანებოთ თავი და თუ სურვილი ექნებათ, თქვათ, რომ ეს ჩვევა მიატოვონ, ამაში ხელი უნდა შეუწყოთ, მაგრამ ეს მათ პირადი საქმეა, ჩემი აზრით. გასაგებია. დიდი მადლობა გიორგი ტუღურს და გადავდივართ გირჩთან და იაგო ხვიჩიასთან, რომელთაც ძალიან თამამი იდეა აქვს ამ პოლიტიკურ ჯგუფს საახალწლოდ. იაგო, ხომ არ გადაგიფიქრებიათ საახალწლოდ მარიხუანის დარგვა თუ დათესვა თუ მოყვანა თუ როგორც არის კულტივირება პირდაპირ ეთერში? გამარჯობა დიანა. მე კომპლიმენტით დავიწყებ თქვენის დებართვით. ეს კომპლიმენტი პირველ რიგში ეხება ზაზა ხუციშვილს, ვინაიდან მან თქვა ესეთი რაღაცა, რომ არც სისხლის სამართლის წესით არ უნდა ისჯებოდეს მომხმარებელი და ამავდროულად ჯარიმაც არ არის ეფექტური, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საგანმანათლებლო კუთხით. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. მეტს მართალია არაფერს არ ვეთანხმები, რაც ბატონმა ზაზა ხუციშვილმა თქვა, მაგრამ ძირითადი სათქმელი იყო იმდენად მნიშვნელოვანი სახელმწიფო გუნდის მხრიდან, რომ მე თამამად შევწირავდი ამაზე კომპლიმენტს. ახლა რაც ხო და მეორე საკითხი, სადაც ის საუბრობს, რომ კულტივაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, მე უბრალოდ მინდა ავხსნა ჩვენ რას ვითხოვთ და რატომ ვითხოვთ ამ ყველაფერს. ხო, ეს რაღაც გამოწვევა იქნებაო ამ ჯგუფის მხრიდან და ულტიმატუმის ენაო, ასე მოიხსენია თქვენი იდეა, რომელიც გაქვთ. კი, მე ავხსნი მიზეზსაც თუ რატო გადავწყვიტეთ ეს ფორმა, უბრალოდ მანამდე მინდა ავხსნა თუ რას ვითხოვთ ჩვენ. ბატონმა ზაზამ ბრძანა და მე მგონი ბატონმა გიორგიმაც ბრძანა ის, რომ საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ მოხმარებაზე და ის მუხლი, რომელზედაც საუბარი არის 265, რომლის საჯარო დარღვევასაც ჩვენ ვაპირებთ, ანუ ედგვარი პროვოკაციაა. მე მინდა აგიხსნათ, რომ არანაირი დეკრიმინალიზაცია არ არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ადამიანს არ ვუტოვებთ საშუალებას კანონიერი გზით მოიპოვოს მისთვის მოსახმარებელი მარიხუანა. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ ადამიანს ვეუბნებით, რომ შენ თუ იყიდი მარიხუანას, ის ადამიანი, ვინც ყიდის დამნაშავეა, შენ მიერ ნარკოტიკის შეძენა, თუნდაც საკუთარი მოხმარებისთვის არის დანაშაული, ჩვენ მას ან დანაშაულის დამალვის თანამონაწილედ ვხდით, ან სხვა დანაშაულის ჩამდგენად. ანუ მოწევის უფლების მიცემა, შეძენის უფლების მიცემის გარეშე წარმოუდგენელი იქნება? არა, თუ ჩვენ არ მივცემთ ადამიანს საშუალებას, რომ მან მოიპოვოს მარიხუანა საკუთარი მიზნებისთვის და არ დავუშვებთ იმ რაოდენობით მაინც მისი კულტივაციის ან დარგვის საშუალებას, უბრალოდ შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმ მიზნებზე, რომელიც ბატონმა ზაზამ და ბატონმა გიორგიმ ვილაპარაკეს. ეს მინდოდა მეთქვა ამ ნაწილთან დაკავშირებით. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტეთ ეს თქვენთვის დეკრიმინალიზაცია ნიშნავს ასევე დათესვის და მოყვანის უფლების მიცემას?
არა ამის გარეშე ჩემთვის კი არ ნიშნავს უბრალოდ შინაარსი არ გააჩნია თუ ჩვენ მოხმარების ნაწილში ვტოვებთ კრიმინალის ელემენტებს ანუ ადამიანმა რო შეიძინა მარიხუანა ვისგანაც იყიდა არის ის დანაშაულს ჩადის ეს ადამიანი არის დანაშაულის დამალვის თანამონაწილე ამიტომ ესე სულ უფრო მძიმე დანაშაულისკენ უბიძგებთ ადამიანს ამიტომ ეს შინაარსი არ გააჩნია უბრალოდ ამ სიტყვას ჩვენ ზუსტად იგივეს ვლაპარაკობთ უბრალოდ ვსაუბრობთ ისე რომ ადამიანს კანონის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენამ არ მოუწიოს ამაზე არის საუბარი სულ მეტი სხვა არაფერზე ახლა რაც შეეხება დიანა რამდენიმე წუთით მინდა ყურადღება დავუთმო იმას თუ რატომ მიიღო გირჩმა ეს გადაწყვეტილება ნუ ახლა მე თავისთავად ცხადია რომ ყველა ადამიანის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ ამიტომ მე მინდა უბრალოდ ჩემი ისტორია მოვყვე უბრალოდ მე რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება მე იაგო ხვიჩია ადამიანი რომელიც არის იურისტი რომელიც რაღაცა 2002 წლიდან 2004 წლიდან მაინც როდესაც მან დაამთავრა უნივერსიტეტი მუშაობს ანაზღაურებად თანამდებობებზე მათ შორის მაღალ თანამდებობებზეც არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის ლექტორი ღებულობ ჩემი აზრით ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის კანონის დარღვევა გასაგებია რომ არავის არ გვიხარია კანონის დარღვევა ხო ჩემ მშობლებს მაგალითად რაღაცა ჩემი მომავალი არ წარმოედგინათ ისე როგორც რაღაცა კანონის დამღვევის მაგრამ ამ წუთას აი ეს თქვენთვის რაღაც ეპატაჟი უფროა ვიდრე კანონის დამღვევა არა უბრალოდ მინდა განმარტო ბოლომდე თუ შეიძლება ანუ მე უბრალოდ მიმაჩნია რომ საბოლოო ჯამში მე ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არ მიკეთებია და რეალურად ჩემი მშობლებს მაგათ ჩემში გაწეული ინვესტიცია არ გაუწევიათ იმის გამო რომ მე ვყოფილიყავი წარმატებული იურისტი მე ვყოფილიყავი რაღაცა წარმატებული პროფესორი პირობითად ან წარმატებული ადვოკატი მე ვფიქრობ რომ ჩემმა მშობლებმა რომელიც დღეს ამ ჩემს ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან და რომელიც რისკს ხედავენ იმაში რომ ცხადი არ მე შეიძლება ციხეში მოვხვდე ეს ყველაფერი ჩემში შადებული ინვესტიცია გააკეთეს იმის გამო რომ მე დანაშაული ჩამედინა 1 იანვარს თუ 31 დეკემბერს რატო ვამბობ ამას იმიტომ რომ არაფერ შუაში არ არის მარიხუანა მე არ ვარ ადამიანი რომელიც საქართველოში მარიხუანის მომხმარებლების დონეზე მაინც აფასებს მარიხუანას ის ჩემი ნარკოტიკი არ არის მე ამ ნარკოტიკის ლეგალიზაციის გარეშე ძალიან უბედურად თავს არ ვიგრძნობ ანუ ჩემთვის ეს ბრძოლა არ არის მარიხუანისთვის ბრძოლა დიანა ჩემთვის ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის ბრძოლა მე საკუთარ თავისუფლებას რისკის ქვეშ ვაყენებ ან ნუ ჩემი გააზრებული გადაწყვეტილებით მე ვთმობ საკუთარ თავისუფლებას უფრო მეტი თავისუფლებისთვის და მე მართლა ვერასოდეს ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს და მე ვფიქრობ რომ გირჩი არიან ასეთი ადამიანებიც რომ საქართველოში მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლას ჩემს გარეშე ჩაევლო. ეს იქნებოდა ალბათ მე მგონია რომ ჩემი მშობლების გაწეული შრომის უგულვებელყოფა და საერთოდ ფიქრობ რომ ეს ამ შანსის არ გამოყენება იქნებოდა მთელი ცხოვრების შეცდომა. ჩვენი პარტიის პოზიცია როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა სად ჩერდება მინდა რომ გასაგებია თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით თუ რას გეგმავთ და რას აპირებთ ეხლა მაინტერესებს თქვენი მიდგომა როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა აი სად ჩერდება ეს მიდგომა ჩვენ მოусმინოთ უმრავლესობის წარმომადგენელს შესაძლოა უმრავლესობაში არ იყოს პოზიცია ხა სხვადასხვაგვარი იყოს მაგრამ ვინაიდან ჩვენ პრესსამსახურს დაუკავშირდით ამ თემაზე და მათ ჩაგვირთეს ბატონი ზაზა ხუციშვილი ეს ნიშნავს რომ რაღაც მიდგომა და პოზიციაც არის ისეთი ამ თემაზე როგორიც აქვს მაგალითად ზაზა ხუციშვილს თქვენი ხედვა ნარკოპოლიტიკის მიმართ სად ჩერდება ჩვენი ხედვა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არის შემდეგი. ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს არც ერთი ნარკოტიკის მოხმარებაზე. არ უნდა ისჯებოდეს არც ადმინისტრაციული სახდელით. ანუ აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკის მოხმარება ადამიანს უნდა შეეძლოს დაჯარიმების და რაღაცა ციხეში წასვლის რისკის გარეშე. ამას ვამბობთ იქიდან გამომდინარე რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მე მგონი გასაგებია ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ამაზე რომ ის არ წარმოადგენს ისეთი ტიპის რისკებს რომ ამის გამო ჩვენ ადამიანი გავწიროთ ციხეში ჩასასვლელად ხოლო რაც შეეხება სხვა ნარკოტიკებს, სხვა ნარკოტიკის მომხმარებელს თუ ჩვენ მივიჩნევთ ავადმყოფებად, მაშინ ეს მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებს მათ ციხეში წასვლა და სასჯელი კი არ ჭირდებათ, მათ ჭირდებათ გააზრებული მკურნალობა. და თუ ადამიანებს ჩვენ ვეთქვით რომ იცი რა შენ თუ მოიხმარ და მე გამოგიჭირე ამ მოხმარებაში, შენ ციხეში წახვალ, იმ ადამიანს არასოდეს არ მოუნდება მოვიდეს ჩვენთან და გთხოვოს რომ ვუმკურნალოთ. ანუ ამ ადამიანს საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა უბრალოდ არასოდეს არ მოუნდება. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნა მე ვფიქრობ რომ არ შეიცვლება. ჩვენი მოთხოვნა იქნება ასეთი. ახლა
გინდა ამას ულტიმატუმი დავარქვათ, რაც გინდა ის დავარქვათ, ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და მე რაც წამიკითხავს ზოგადად ისტორიისთვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ყოველგვარი სიტყვა სამარცხვინოდ ჩაითვლება და არა მხოლოდ სიტყვა, არამედ ყოყმანი ადამიანების მივცეთ თუ არა გასახანი თავისუფლებას ისტორიის მხრიდან მაინც და მაინც კარგად არ ფასდება. აი საზოგადოების პოზიცია ახსენა ზაზა ხუციშვილმა. თქვენი აზრით ეს რაღაც გარკვეული ჯგუფის ინტერესია თუ ეს არის ფართო საზოგადოების ინტერესი იყოს უფრო ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, იმიტომ რომ ხო ფაქტია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯარიმდებიან, ოჯახები აქვთ და ძალიან დიდ გადასახადებს იხდიან ციხეებში, იჭერდნენ ამ ადამიანებს, ანუ ფართო წრეებს ეხება მაინც. თუმცა იყო ნახსენები ზაზას მხრიდან ფართო საზოგადოებას რა პოზიცია ექნება, ეს არ არის ესე ცნობილიო. თქვენი აზრით, როგორია მიდგომა ზოგადად საზოგადოების, თუ ეს რაღაც ჯგუფის ინტერესია? საზოგადოება არის განსხვავებული დიანა. საზოგადოება შედგება თავისუფალი ადამიანებისგან და ამ თავისუფალ ადამიანებს აქვს თავიანთი აზრი. ზოგს ჩემი აზრით მცდარი აზრი და მე აქვე მინდა ვთქვა, რომ მე არ ფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მხარს არ გვიჭერენ ამ ბრძოლაში, სწორად ფიქრობენ. გავადრო და ის ადამიანები გაიაზრებენ ამ საკითხს, თუ იდეაში რაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ ვიბრძოდით მარიხუანისთვის თუ ვიბრძოდით სხვა რამისთვის. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ადამიანები, რომლებიც რაღაცა რაციონალური ადამიანები ვართ, რომელსაც ჰქონდა ჩვენი და გვაქვს ჩვენი კარიერა, თავს გავწირავთ მარიხუანის მოწევისთვის. ამაში ხო სერიოზულობა არაფერი არ არის. ჩვენ დავკარგავთ პოლიტიკურ მარიხუანისთვის. აქ ხო საუბარი ამაზე არ არის. საუბარი არის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე და ეს არის ერთადერთი იდეა, რის გამოც პირადად მე მოვედი პოლიტიკაში. არაფერი საქმე მარიხუანის ლეგალიზებისთვის მე პოლიტიკაში არ მაქვს. არ არის ეს იმ წონის ამბავი, რის გამოც მე მოვიდოდი პოლიტიკაში. თუმცა ამის უკან არ იდგებოდა თავისუფლების იდეა. ცხადია, რომ მე ვისაც ვიცნობ გირჩი, ყველა ადამიანი არის ამ განწყობაზე და მე მინდა რომ ავუხსნა ყველა მოქალაქეს. კი, გასაგებია, რომ ზოგი მათგანი ამაში ხედავს რაღაც კონკრეტული ნარკოტიკების დაკანონებისთვის ბრძოლას და გვეუბნებიან იმას, რა დროს ეს არის და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ უყურებთ. ჩვენთვის ნებისმიერი ქმედება, რომელსაც გირჩი ახორციელებს, არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და მე ვფიქრობ, რომ ამ წუთას ყველაზე რაღაცა თვალნათელი მაგალითი თავისუფლების შეზღუდვის არის ის, რასაც ქართული სამართალდამცავი სისტემა აკეთებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დიდი მადლობა, იაგო ხვიჩია, გირჩი, მართალია თქვენ არ ხართ საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენელი, ჩვენ გვინდოდა საპარლამენტო ჯგუფების პოზიცია მოგვესმინა, ვინაიდან მიმართვა აქციაზე იყო სწორედ ახალი პარლამენტისადმი, დიახ. მე არ მგონია, რომ საპარლამენტში ყოფნა ან არ ყოფნა იყოს მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ რაღაც მიზნის მიღწევა გვინდა. ის მნიშვნელოვანია კანონ პროექტთან დაკავშირებით, დიახ. არა, მე ვფიქრობ, რომ გირჩმა ჩვენ გაცილებით უფრო მეტად შევარყიეთ პოლიტიკური სისტემა ამ ინიციატივით, ვიდრე რომელიმე ჯგუფმა ჯერჯერობით საქართველოს პარლამენტში. მე მინდა რომ უბრალოდ დავფიქრდეთ ერთ რაღაცაზე. ჩვენ 20 დღე დაგვჭა ახალ რეალობაში გაღვიძებამდე. ჩვენ ან ვიცხოვრებთ 1 იანვრის მერე, ან ვიცხოვრებთ უფრო მეტი თავისუფლების პირობებში, უფრო თავისუფალ ქვეყანაში, ან ვიცხოვრებთ უფრო არათავისუფალ ქვეყანაში. იმიტომ რომ ფაქტობრივად ერთი პოლიტიკური ჯგუფი მთლიანად და საქართველოს მოქალაქეები, დღევანდელი მონაცემებით 400-ზე მეტი ადამიანი აღმოჩნდება უდანაშაულოდ ციხეში, პოლიტიკური მოტივებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამისთვის არ დაგვჭირვებია პარლამენტში. 400 ადამიანი იქნება ამ გვაში ჩართული. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანი იქნება დიან ამ გვაში დარგვის პროცესში ჩართული. ჯერჯერობით ამაზე თანხმობას 400-ზე მეტი ადამიანი აცხადებს და იდეას მხარს უჭერს 1200-ზე მეტი ადამიანი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, სულ რომ არავინ არ იყოს. აი გირჩის წევრებმაც რომ გადაიფიქრონ, მე ერთი ადამიანი, იაგო ხვიჩია, ამ დანაშაულს ჩავიდნენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების გამოწვევა, ცხოვრების ამ მომენტისთვის. დიდი მადლობა იაგო ხვიჩიას, ჩვენ საუბრობდით, როგორია პოლიტიკოსების ხედვა ნარკოპოლიტიკაზე. რეკლამის შემდეგ ჩვენ თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად დავბრუნდებით.
ახალწლო ეთერის სპონსორია ბიოლაინი, ბავშვთა მოვლის პროდუქცია საფრანგეთიდან.